ფუკარ დაიწოლა. არა. ახლა თვრიდან ამოვედი. ეს საშინელებაა. არა, ის იყო იქ მე არ დამინახავს. არ ვიცოდი, ის გვერდით ვიყავი. მოღრუბლულ დეკემბრის დღეს Half Moon Bay-ში, კალიფორნიაში, შემზარავი ნისლი ფარავდა საშიშ მუქი შავი ფერის კლდეებს, რომლებიც ამოზრდილიყვნენ მოღელვებული ფერფლისფერი ოკეანედან. ქარი ხრიალებდა, როცა თეთრი ტალღების წვერებს გააფთრებით აყრიდა. მარკ ფუ ნისლიდან გამოჩნდა თავის სერფინგის დაფაზე ამხედრებული, სანაპიროსკენ მიმავალი უსასრულო წყლის კედლისკენ მიიწევდა. ტალღა წვერზე ავიდა, სულ უფრო და უფრო მაღლა იწევდა, თითქოს ცას უნდა შეხებოდა. მარკმა შემოტრიალდა და გააფთრებით დაიწყო გაცურვა, გათაცფლის ურჩხული დაეჭირა. ის ფეხზეც ამოხდა ზუსტად იმ დროს, როცა ტალღა მასზე გადმოიხარა და ღრმა გვირაბად დაიკეცა. მარკს წარმოდგენაც არ ჰქონდა, როცა ამ ტალღას დაუჯერებელ სიმაღლეებზე მისდევდა, რომ დღეს მისი ბოლო დღე იქნებოდა. ზოგადად სიმაღლის მეშინია და სიჩხარისაც მეშინია, არ მიყვარს ატრაქციონები და ცხენზე ჯდომაც მაშინებს იცით, მაგრამ არც ერთი ტალღა არ შემხედრია, რომელიც ასე შემაშინებდა, რომ წყალში შესვლის შემეშინდებოდა. მარკ ფუ 10 წლის იყო, როცა მისი სინგაპურელი ოჯახი ჰავაიში დასახლდა, სადაც პირველად ისწავლა ცურვა და სერფინგისადმი მთელი ცხოვრების გატაცება განუვითარდა. შაბათ-კვირას მისი მამა ჩარლი მარკს და მის და-ძმებს ოაჰუს სამხრეთ სანაპიროზე წაიყვანდა. მათ მთელი დღე თბილ აკვამარინის ფერწყლებში თამაში გაატარებდნენ, ნასტალღებზე სრიალით ბუჩქუიალა ქვიშამდე მიაღწევდნენ. იმ ბედნიერ შაბათ-კვირებზე ბავშვობაში მარკი ზღვით სრულიად მოიხიბლა. 2 მოკლე წლის შემდეგ, რომელიც 60-ში გაატარეს, ფუების ოჯახი ვაშინგტონში, ცივ ბეტონის ჯუნგლებში გადავიდა. მარკი განადგურებული იყო, რადგან თავის ტროპიკულ თავშესაფარს მოსთვიდეს. სასული იყო უდარდელი დღეები, როცა მარკს ზურგზე მზე ეფინა და კანი წლით ესველებოდა. ვაშინგტონში მარკი მუდმივად გრძნობდა ოკეანის მიზიდულობას და უღალავ ხმას ტალღებისა, რომლებზეც სრიალი ენატრებოდა. 14 წლის ასაკში, ზღვის მაცდუნებელ ძახილს რომ გამოჰყოლოდა, მარკმა ფლორიდაში გაიქცა. რამდენიმე ბწინვალე კვირის განმავლობაში მან კვლავ იგრძნო თავისუფლება, მზით გაჟრენთილ დღეებს სანაპიროზე სერფინგში ატარებდა, სანამ შეშფოთებულმა მშობლებმა საბოლოოდ არ მიაგნეს. მათ ვერასდროს გაუგეს მისი მაგნიტური მიზიდულობა ოკეანისადმი, მაგრამ ბოლოს დათმეს და მარკის 16 წლის ასაკში ოჯახი ჰავაიში დააბრუნეს. მარკი კვლავ გაცოცხლდა, როცა თავის ნამდვილ სახლში, ჰავაიში დაბრუნდა. თითქოს კუნძულის მზით გაძლიერებულ ბწინვალებას ასხივებდა. ეხლა, როგორც ძლიერი მოცურავე და გამოცდილი სერფერი, მარკი ყოველ თავისუფალ წუთს სხეულის ვარჯიშსა და ოკეანეზე თავისი უნარების გამოცდას უთმობდა, რომელიც ასე ძალიან ენატრებოდა. მარკმა რუზველტის საშუალო სკოლა 1 წლით ადრე დაამთავრა, გამოსაშვები ცერემონია გამოტოვა, რათა სერფინგისთვის ევარჯიშა და 1967 წელს, სულ რაღაც 19 წლის ასაკში, დაიწყო მონაწილეობა საერთაშორისო პროფესიონალ სერფერების მსოფლიო ტურში. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი პოტენციალი ჰქონდა, საკონკურსო წლებში მსოფლიო რეიტინგში 66 ადგილზე მაღლა ვერ ავიდა. მაჩვენებლებსა და ჟიურის ვერ შეეძლოთ მარკის თანდაყოლილი ნიჭისა და ვნების დაფასება. მისი კრეატიული, ინოვაციური სტილი მკაცრ საკონკურსო გარემოში დაფასებული არ იყო. 80-იანი წლების დასაწყისში მარკმა შეჯიბრებებს თავი დაანება, რადგან ამ გზით უკმაყოფილო დარჩა. მას სურდა საზღვრების გადალახვა და ტალღებზე სრიალი არა ქულებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ეგრძნო ოკეანის ძალასთან შეჯიბრების ნამდვილი მღელვარება. მარკს ყოველთვის იზიდავდა დიდი ტალღები, ყველაზე მეტად ცოცხლად მაშინ გრძნობდა თავს, როცა თავის სხეულს წყლის უზარმაზარ კედლებს უპირისპირებდა. ეხლა გათავისუფლებული შეჯიბრების შეზღუდვებისგან მან თავის მოწოდებას მიჰყო ხელი. მარკი გადავიდა ოაჰუს ჩრდილოეთ სანაპიროზე, რომელიც დიდი ტალღების სერფინგის ეპიცენტრია. ეს იდეალური ასპარეზი აღმოჩნდა მისი თამამიმი და დინამიკური ტექნიკისთვის. მარკი ელეგანტური ოსტატობითა და თავდაჯერებულობით უტევდა ვაიმიას ყურის ცნობილ ტალღებს. მან რადიკალური მოხვევები გააკეთა უზარმაზარი ტალღების წვერზე და ფერდობზე, აერთიანებდა ათლეტიზმსა და ხელოვნებას. ძველი თაობის სერფერებმა ყურადღება მიაქციეს ამ თავხედ ახალგაზრდა ფენომენს, რომელიც მათ სერფინგის ადგილზე არ ჩამოუვარდებოდა. მარკი მოთმინებით იმსახურებდა მათ პატივისცემას. 1983 წელს ჰავაიში საუკუნის ზამთრის ტალღები მოვიდა, რამაც უამრავი ხალხი მიიზიდა ამ არამიწიერი ტალღების სანახავად. მარკმა დაინახა თავისი შანსი, ისტორია შეექმნა. იანვრის 18-ს მან ვაიმიაზე ტალღებზე გასვლა გადაწყვიტა და სცადა გინესის რეკორდის დამყარება 60-ზე მეტფეხიან გიგანტურ ტალღაზე სრიალით. მარკი ამ მოქანავე გიგანტის ფერდს ჩაჰქვა, მაგრამ მისი სერფინგის დაფა უზარმაზარი ცნევის ქვეშ გადხდა. მარკი ტალღის მორევში მოხვდა და მას შეატრიალდა. გამანადგურებელმა წყალმა მას ფილტვებიდან ჰაერი ამოაცალა დაუნდობელი დარტყმებით. იმ დროს, როცა მარკს ხედვა ებინდებოდა და ყურებში გუგუნი ნელდებოდა, მისი უგონო სხეული მაშველმა ვერტმფრენმა ზღვიდან ამოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ მარკმა იმ დღეს მითიური ტალღა ვერ დაიმორჩილა, მისი სიმამაცე ლეგენდარული იყო. განრისხებული გიგანტის ასეთ კატასტროფულ ჩავარდნას რომ გადაურჩა, ამან მისი როგორც სერფინგის ლეგენდის რეპუტაცია განამტკიცა.
მარკმა თავისი ცხოვრების ფილოსოფია სრულყოფილად ყოფილად ჩამოაყალიბა სიკვდილთან ახლოს ყოფნის შემდეგ. თუ გინდა უდიდესი მღელვარება, მზად უნდა იყო, გადაიხადო უმაღლესი ფასი. ეს ბრწყინვალე სიკვდილი იქნებოდა, გულისხმობ ამის მსგავსი სიკვდილი მართლაც შესანიშნავია, ასე ვისურვებდი სიკვდილს. ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. მარკის ქარიზმამ და ფოტოგენურმა სტილმა ასევე გააძლიერა მისი პოპულარობა. ის სერფინგის ფოტოგრაფების საყვარელ ობიექტად იქცა და უფრო მეტ ჟურნალის ყდაზე მოხვდა, ვიდრე ზოგიერთი მსოფლიო ჩემპიონი. მარკმა მედიის ძალა კარგად გაიგო. ბავშვობაში, როცა მისი ოჯახი ზღვიდან შორს ცხოვრობდა, სერფინგის ჟურნალები და ფილმები მისთვის გადარჩენის საშუალება იყო, რაც საშუალებას აძლევდა დაკავშირებოდა საყვარელ სპორტს. ეხლა, მან ეს გავლენა თავისი ოცნების ასასრულებლად გამოიყენა. სპონსორებისგან მხოლოდ სერფინგისთვის იღებდა ანაზღაურებას და მარკი მთელ მსოფლიოში ტალღებს დასდევდა. ჰავაი, კალიფორნია, ინდონეზია, სამხრეთ აფრიკა, პერუ. სადაც კი გიგანტური ტალღების ხმები გაიგებოდა, დარწმუნებული იყავი, რომ მარკიც მალე იქ იქნებოდა. 90-იანი წლების დასაწყისისთვის მარკი ფართოდ ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო დიდ ტალღოვან სერფერად მსოფლიოში. მაგრამ თვით მარკმაც კი ჯერ არ იცოდა იმ ტალღის შესახებ, რომელიც მის კარიერას განსაზღვრავდა. მავერიქსი, რომელიც ჩრდილოეთ კალიფორნიის მოულოდნელ სერფინგის მექაში მდებარეობს. მავერიქსი 10 წლეულების განმავლობაში ფარულად ინახებოდა. ეს შორი, კლდოვანი გამოშვერილობა მხოლოდ სახიფათო გზით იყო მისადგომი. ტალღები ისეთივე ყინულოვანი და დაუნდობელი იყო, როგორც თავად ეს ლანდშაფტი. ადგილობრივი ჯეფ კლარკი მასზე მარტო სერფინგობდა 15 წლის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ 90-იანი წლების დასაწყისში მსოფლიოს არ გაუმხილა. როდესაც სერფინგის საზოგადოებამ გაიგო ამ ღრმა ტალღის შესახებ, რომელსაც ვაიმიას კონკურენცია შეეძლო, მარკმა იცოდა, რომ ერთ-ერთი პირველი უნდა ყოფილიყო, ვინც ამ ურჩხულს მოათვინიერებდა. ეს იყო ისეთი ამბავი, რომელსაც ზოგიერთი დიდი ტალღის სერფერი წლების განმავლობაში ელოდება და ისეთი ტალღა, რომელზეც ბევრი იყო მზად საფრთხის მიუხედავად, მასზე გასასვლელად ცვლელად. 1994 წლის 22 დეკემბერს მარკი ჰავაიდან სან-ფრანცისკოში ღამით გაფრინდა. წინა დღეს მათ შეატყობინეს, რომ მავერიქსში სიცოცხლეში ერთხელ მოსული ტალღა მოდიოდა. ეს იყო მისი შანსი. მარკი ცნობილი იყო ამინდის პირობების დეტალურად შესწავლით და მის მიერ კარგად გაანალიზებული ტალღური პირობების არჩევანი ხშირად შთამბეჭდავ ტალღებს მოიტანდა. მაგრამ როდესაც ის 23 რიცხვში მივიდა, შოკში ჩავარდა, როცა აღმოაჩინა, რომ ტალღა ღამით სწრაფად დაცემულიყო. წინა დღეს ხილული მძლავრი 50 ფუტიანი ტალღები შემცირებულიყო და ახლა უკვე მართვადი 25 ფუტის სიმაღლის ტალღები იყო გადარჩენილი. ეს ტალღები ჩვეულებრივი სტანდარტებით მაინც გიგანტური იყო, მაგრამ მარკს ვაიმიაზე ბევრად უფრო დიდი ტალღები ჰქონდა დაჭერილი. ის არასდროს იხევდა უკან, როგორი ტალღაც არ უნდა დახვედროდა, ამიტომ მაინც მოემზადა სერფინგისთვის. მის გვერდით საშიშ პირობებში გაბედულად შეუერთდნენ სხვა დიდი ტალღების სერფერები. კენ ბრედშოუ, ბროკ ლიტლი და მაიკ პარსონსი, ასევე ფოტოგრაფი რობერტ ბრაუნი, რომელიც მათ მიღწევებს აფიქსირებდა. ჯგუფი ნაქირავები ნავით მავერიქსისკენ მიემართებოდა და იქიდან აკვირდებოდა საშიშ ტალღებს, ამავე დროს კი მომავალი ბრძოლისათვის ამხნევებდნენ საკუთარ თავს. როგორც კი ქაფიან წყლებში შესვლას გადაწყვეტდნენ, უკან დასახევი გზა აღარ იქნებოდა. მაიკ პარსონსმა პირველი ცდა გააკეთა და თავისი დაფით ტალღების კატეხვის ზონას გასცდა. ის ძლივს ინარჩუნებდა კონტროლს, როცა მრავალმა ტალღამ ყველა მხრიდან დაარტყა და თავზე ჩამოენგრა, თითქოს 1000 სატვირთო მანქანის სიმძიმე ჰქონდათ. 20 წუთიანი სასოწარკვეთილი ბრძოლის შემდეგ მაიკმა დამარცხება აღიარა და მისცა საშუალება ჯეტსკის ეკიპაჟს, რომ ქაფიანი წყლიდან ამოეყვანათ და ნავზე, შედარებით უსაფრთხო ადგილას დაებრუნებინათ. კენ ბრედშოუ შემდეგი იყო, ვინც ბეტს გაეთამაშა. მან სათანადოდ ვერ შეაფასა უკუქცევითი დინებების სიმძლავრე, რომლებიც ქაფიანი ზედაპირის ქვეშ ტრიალებდა. მისი დაფის დამაბმელი თოკი წყალქვეშა ქვებზე გაეხლართა და მას მძაფრი ძალით ქვემოთ კაჩავდნენ, ხოლო მძვინვარე ტალღები გაქცევის საშუალებას არ აძლევდა. უსასრულო წამების განმავლობაში ის ქვემოთ იყო მიმწყდეული, სანამ ბოლოს ძლივს არ გათავისუფლდა, შეშინებული, მაგრამ უვნებელი. მიუხედავად იმისა, რომ მის მეგობარს რამდენიმე სახიფათო შემთხვევა შეემთხვა, მარკი მოუთმენლად ელოდა იმ გიგანტებს შორის მოხვედრას, რომელთა დასალაშქრადაც ასე შორს იყო ჩამოსული. ბროკმა მარკს მიბაძა და 1 საათის შემდეგ, როცა ტალღები თითქოს ოდნავ დაცხრა, ისიც გავიდა ზღვაში. ისინი მორიგეობით იჭერდნენ ტალღებს, ერთმანეთს უბიძგებდნენ, რომ კიდევ უფრო გამბედავი სახაერო მანევრები შეესრულებინათ ამ უზარმაზარ ტალღებზე. საათიანი საფრთხეებითა და თითქმის უბედური შემთხვევებით სავსე სრიალის შემდეგ, მარკის მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ დღე დასრულდა. ამასობაში მარკმა აერჩია თითქოს და 7-20 ფუტიანი ტალღა, რომლითაც სესიას ასრულებდა. ეს სრულიად განსხვავდებოდა იმ 50 ფუტიანი ტალღებისგან, რომლებიც ამ სპორტულმა და გამოცდილმა სერფერმა ადრე დაიმორჩილა. დანარჩენი სერფერები დაკავებულები იყვნენ. ისინი ჯეტსკებს აბრუნებდნენ და აღჭურვილობას ალაგებდნენ, ზღვის წინააღმდეგ გამართული დამღლელი ბრძოლის შემდეგ. თითქმის 90 წუთი გავიდა, სანამ განგაში სიგნალები გავრცელდებოდა იმის შესახებ, რომ მარკი რაღაცნაირად დაკარგული იყო. სად არის მარკი, ხო იცი? ხო არ ნახე მარკი, როცა ნაპირზე ბრუნდებოდი, ან როცა გარეთ ტალღებისკენ მიდიოდი. მეგობრები, რომლებიც თავიანთ დაკარგულ მეგობარს ნერვიულად ეძებდნენ, სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ საძიებლად. ტკივნეული წუთების შემდეგ მარკის სხეული ბოლოს გამოჩნდა 1 მილის ქვემოთ სანაპიროზე, სადაც მას ტალღებმა ნავსაყუდელში შეაგდეს, რომელსაც მაღალი კლდეები ესაზღვრებოდა.
როდესაც სანაპირო დაცვის ხომალდმა მისი უძრავი სხეული აღმოაჩინა წყალმცენარეებში მოტივტივე, ზემოთ სევდიანი თოლიები სევდიანად გიოდნენ. მარკის მეგობრებს არ სჯეროდათ, რომ ასეთი გამოცდილი სერფერი ასეთ ჩუმად შეიძლებოდა გამქრალიყო. მე საკუთარ თავში ინდრის გადარჩენისა და ინციდენტის შემდეგ უდიდესი აღმავლობიდან გადავედი ისეთ დაცემაში, როგორიც არასდროს მიგრძნია. იმ დღეს მათ სიკვდილთან წინა შეხებები ახლა შემზარავ წინასწარმეტყველებად ეჩვენებოდათ მოდათ მომავალი ტრაგედიისა. ნაპირზე დანახული ტალღები მოტყუებით პატარა ჩანდა ოპტიკური ილუზიის გამო. მევერიკის ტალღები წარმოუდგენლად ახლოს იმსხვევა დაკბილულ სანაპიროს კლდეებთან და რიფთან. მქქალი ნაცისფერი ცის ფონზე რთული იყო რეალური პირობების შეფასება. მაგრამ როგორც კი მარკი წყალში შევიდა, სისასტიკე აშკარა გახდა. ცივი ძლიერი მბრუნავი წყალი ცოცხლად გრძნობოდა, თითქოს მისი განადგურება სურდა. მარკი მოგზაურობით დაღლილი იყო, მაგრამ დაღლილობა მოიშორა და გადაწყვიტა, შანსი არ დაეკარგა. მან თავისი ტალღა აირჩია და მთელი ძალით დაიწყო ხელებით სწრაფად სურვა, რომ მის სიჩქარეს გაჰყოლოდა. დაღმართი ტალღის წინა მხარეს უსასრულოდ ციცაბო ჩანდა. შუა გზაზე მარკი მოულოდნელად წყლის ხორკლიან მონაკვეთს დაეჯახა, რის გამოც მისი დაფა ფეხქვეშ აუწურდა. ის 25 ფუტით თავისუფლად ჩამოვარდა და წყალს ისეთი ძალით დაეცა, რომ სუნთქვა შეეკრა. ტალღამ მარკი დაუნდობლად დაარტყა და წყლის ქვეშ სამჯერ ზედიზედ ძლიერად მიაჭირა. მარკს თვალებში ვარსკვლავები აუქიაბდა, როცა თავი რიფს საშინელი ხმაურით დაარტყა. მარკი წყლის ქვეშ უსასრულო წუთების განმავლობაში იყო, ზედაპირზე ამოსვლა ვერ შეძლო. თითქოს საუკუნე გავიდა, სანამ ღელვა შეწყდა. მარკის უგონო სხეული ზედაპირზე ამოტივტივდა. სერფინგის ტაფის ამწევმა ძალამ, რომელიც ჯერ კიდევ მის სტერფზე იყო მიმაგრებული, მარკი ზედაპირზე აიტანა. როცა მის დაფას მიუახლოვდით, მივხვდით, რომ მარკი ჯერ კიდევ დაფაზე იყო მიმაგრებული. ის ზედაპირზე ტივტივებდა. მარკის შოკის მონგრელი სიკვდილის ამბავი, რომელიც უკვე ცუდად სახელგანთქმულ მავერიქსზე მოხდა, სწრაფად გავრცელდა სერფინგის საზოგადოებაში. როგორ შეიძლებოდა ესეთ გამოცდილ ლეგენდას, როგორიც მარკია, ტრაგედია შეხვედროდა ტალღაზე, რომელსაც ასობით ჯერ ჰქონდა დაპყრობილი. იმ დღის ანგარიშების უნდობლური ტონი ასახავდა შოკს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილის დაკარგვამ გამოიწვია. მარკ ფუსტვის უბრალოდ ტალღას დაემარცხებინა, ყოველგვარ ლოგიკას ეწინააღმდეგებოდა. იქ წასვლა და მისი ნახვა იყო ერთადერთი გზა, რომ საერთოდ დამეჯერებინა. ეს რეალურად შეიძლებოდა მომხდარიყო. დავიჩოქე, ვილოცე, მარკი ჩავიკარი, მის ხელს მოვკიდე ხელი, კერძე მოვეხვიე და უკითხე, რატო? სიკვდილის ოფიციალური მიზეზი. დახჩობა. ამ დაუჯერებელი შემთხვევის გამოძიებამ რამდენიმე დასკვნამდე მიიყვანა. მარკის გამოცდილებამ შესაძლოა თვითკმაყოფილება გამოიწვია. მოგზაურობით დავლევმა, შედარებით პატარა ტალღებმა მოადუნა და მარკმა ჩვეულებრივი სიზუსტის გარეშე უფრო დაუდევარი გზა აირჩია. ტალღის შუა ნაწილში ბარიერს შეეჯახა და მარკი ძალადობრივად დააგდო ქვემოთ არსებულ ბას რიფზე, იშვიათი შეცდომის შედეგად. თოკი, რომელიც მარკს დაფასთან აკავშირებდა, ეკლიან ქვებზე გაიხლარდა და წყლის ქვეშ გამოკეტა. კაპიანი ტალღების ერთმანეთის მიყოლებით, მოვარდნისას, მარკი სულიად უძლური იყო ოკეანის მძვინვარების წინაშე. ერთ-ერთი ლეგენდის დაკარგვამ საზოგადოება ძლიერად დაარტყა. დაახლოებით 600-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მის დაკრძალვაში, რომელიც მის საყვარელ მშობლიურ სერფინგის ადგილზე, ვაიმიას ყურეში ჩატარდა და პატივი მიაგეს მის ცხოვრებას. როდესაც მარკის ფერფლი გაიფანტა, სადაც ყველაზე მეტად ცოცხლად გრძნობდა თავს, ზოგიერთმა იკითხა, ხომ არ იყო მისი მანტრა, საბოლოო ფასის მიღება, მისი ნაადრევი სიკვდილის წინასწარმეტყველი. თუ იმ დღეს ჩვეულებრივმა ტალღამ უსამართლოდ წაიღო სერფინგის ერთ-ერთი დიდი. მარკთან დაახლოებულმა სერფერებმა იცოდნენ, რომ მიუხედავად თანდაყოლილი რისკებისა, ის გულმოდგინედ ემზადებოდა, რათა შეემცირებინა უბედურების შანსი. მარკი უბრალოდ მის ვნებას მისდევდა, როცა სასტიკმა ბედმა ჩაერია. მარკ ფუს შოკის მონგრელმა სიკვდილმა მავერიქსზე ასევე გამოიწვია მწვავე დებატები დიდი ტალღების სერფინგის უსაფრთხოებაზე. მავერიქსის შორეული, ფრინულივით ცივი წყლები და საშიში წყალქვეშა რიფი აძლიერებს, როგორც ოსტატობას, ასევე რისკს. მარკს არ ეცვა ფლოტაციის მოწყობილობა, არამედ მხოლოდ დაფის თოქზე იყო დამოკიდებული, რომ დაცემის შემთხვევაში უკან დაებრუნებინა. ზოგიერთმა იდავა, რომ თოქმა ტრაგიკულად უმთხუნა და მასში გაეხვა. ამან გააჩინა ცხარე-დავები თოქის სანდოობაზე, რომლებიც დღემდე გრძელდება სერფინგის სამყაროში. თუ ეს ისტორია თქვენთვის საინტერესო და გულისამაჩუხებელი იყო, აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი მსგავსი ისტორიებისთვის. იმედი მაქვს, შემდეგ ვიდეოზეც შეგხვდებით.